მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ შფოთვით აშლილობაზე. ჩემს Instagram გვერდზე მოგეხსენებათ ჩავატარე გამოკითხვა და როგორც აღმოჩნდა, შფოთვითი აშლილობა ყოფილა საკმაოდ აქტუალური საკითხი. პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ შფოთვა ყოველთვის არ არის აშლილობა. ზოგადად ამას ბიოლოგიური საფუძველი აქვს ის, რომ შფოთვა გვაიძულებს საფრთხისათვის მოვემზადოთ და მობილიზება გავუკეთოთ თავს. თუმცა დღესდღეობით პირველყოფილი ადამიანისგან განსხვავებით, მხოლოდ მხეცის თავდასხმა ან ფიზიკური საფრთხეები აღარ არის, ხო, სტრესის წყარო უფრო რთული და სხვადასხვა საკითხთან კომბინირებული სტრესორები გვაქვს, მაგალითად, გამოცდის ჩაბარება, პირველ პაემაზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, სამსახურში გასაუბრებაზე კარგად წარდგენა, სიტყვით გამოსვლის შესახებ შფოთვა და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა, თავდაცვითი რეაქციაა, რომ აი ამ მოვლენების წინ ადამიანი ღელავდეს და შფოთავდეს. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნე, აი ამ ჩვეულებრივ ნერვიულობასა და შფოთვით აშლილობას შორის არსებობს დიდი სხვაობა და მე ამ ვიდეოში შევეცდები აგიხსნათ, თუ რა არის ის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ ღელვას და ნერვიულობას განასხვავებს აშლილობისგან. მას ასე ნიშანი პირველი, ეს არის ინტენსივობა, ანუ ნერვიულობის სიძლიერე. ხვდება ზოგჯერ ადამიანი, რომ აბსოლუტურად აზრი არ აქვს მის ნერვიულობას, თუმცა ვერაფრით ვერ წყნარდება და იმდენად ძლიერია ეს შფოთვა და ნერვიულობა, რომ ამშვიდებენ მას, აწყნარებენ, უხსნიან, ცდილობენ რომ დაანახონ ლოგიკური კავშირები, ცდილობენ რომ დაანახონ რა შედეგები ექნება ამას, მაგრამ ვერაფრით ვერ ახავს თავი ხელში და რა თქმა უნდა ფიზიკურ სიმპტომატიკაშიც შეიძლება იყოს გამოხატული, ხო, როგორც არის ოფლიანობა, კანკალი, გულის აჩქარება და ასე შემდეგ. მეორე საყურადღებო ნიშანი ეს გახლავთ განზოგადება, ანუ როდესაც ადამიანი ნერვიულობს არა ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგალითად იმაზე, რომ მეუღლესთან კონფლიქტი მოუხდა, შულთან ან მშობელთან კონფლიქტი მოუხდა, ან სკოლაში თანაკლასელთან, არამედ ზოგადად უკვე თითქოს ცხოვრების სტილი აქვს ასეთი, რომ სხვადასხვა საკითხზე ძალიან ნერვიულობს. აი ესეც არის ნიშანი, რომ ამ ადამიანს უკვე აქვს გარკვეული დამოკიდებულება კორტიზოლზე, დოფამინზე, ადრენალინზე და ამ ყველაფერზე მინდა რომ ცალკე ვიდეო ჩავწერო, რადგანაც დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც იკვებება ნეგატივით, ანუ ეს არ არის მხოლოდ შფოთვითი აშლილობის სიმპტომი, არამედ შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პიროვნული დეფიციტი, რომლის გამოც ადამიანი უბრალოდ მიეჩვია ასეთი ცხოვრების წესს და ჰორმონალურადაც, აი როგორც ჩვენ მაგალითად ვიღებთ ყავას, ხო, კოფეინს იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ, გარკვეული ტიპის ადამიანები აი ამ გარე სტრესორების სახით ივსებენ ადრენალინის, დოფამინის, კორტიზოლის დოზას, ხო? და ამითი ივსებენ საკუთარ თავს. და ეს საკმაოდ ვრცელი და რთული თემაა. თუმცა საკმაოდ აქტუალური, მით უმეტეს თუ გადავხედავთ აგრესიას ხალხში. მესამე განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივ ნერვიულობასა და შფოთვით აშლილობას შორის გახლავთ ის, რომ შფოთვითი აშლილობისას ფიქრები მეორდება. ძალიან ხშირად მოდის ის ადამიანის თავში და კვლავ ახსენებს თავს. მაშინაც კი, როდესაც სრულიად არარელევანტურ სიტუაციაში იმყოფება ადამიანი. ანუ აშლილობის დროს ასე არ ხდება, რომ მოხდა რაღაც, განვიცადე ვინერვიულა და დამთავრდა. ეს ფიქრები კვლავ და კვლავ ახსენებენ ადამიანს თავს. მაშინაც კი, როდესაც შეიძლება არაფერი არ ხდება. მეოთხე განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ არარაციონალურობა, ანუ რამდენად ლოგიკურია ნერვიულობ და იმაზე, რაზეც ნერვიულობ, ხომ არ გადადის ფანტასტიკის სფეროში. ძალიან ხშირად კი არის რაღაც სანერვიულო, მაგრამ იმდენად არაპროპორციულია ამაზე ღელვა, აი ასეთი ფორმით, რომ აშკარად შესამჩნევი არის, ახლობლები, მეგობრები აუცილებლად ეტყვიან ადამიანს, რომ იცი რა, გონი აჭარბებ. მეხუთე განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ კონტროლი, ანუ რამდენად ექვემდებარება ეს ნერვიულობა კონტროლს. აბსოლუტურად შეიძლება იაზრებდეს ადამიანი, რომ მე ახლა მართლა ძალიან ვქოთქოთებ და მართლა მგონი ზედმეტი მომდის, მაგრამ
ვერ რთავს ფიქრებს სხვა საკითხზე. ანუ შფოთვითი აშლილობის დროს ფაქტობრივად ადამიანს არ შეუძლია რომ თქვას რომ კარგი გავიკე სანერვიულოა, მაგრამ მოდი ახლა ცოტა ხანი აი რაღაცაზე გადავიტან, არ ვიცი, ჭურჭელს გავრეცხავ, ფეხბურთს ვითამაშებ, სხვა რაღაცას გავაკეთებ, რომ არ ვიფიქრო ამაზე. ანუ ეს ფიქრები მაინც უკონტროლოდ იჭრებიან მის გონებაში. რა თქმა უნდა, ეს ნიშნები რაც ჩამოვთვალე, უნდა განვიხილოთ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთმანეთთან კომბინაციაში, რაც ქმნის მე-6 განმასხვავებელ ნიშანს, იმას რომ ადამიანს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ეშლება სისტემატიურად ხელი. ეს არ ხდება ერთხელ და დამთავრდა, ხო? ადამიანს ხელი ეშლება იყოს კარგი მეუღლე, კარგი დედა, კარგი შვილი, კარგი მოსწავლე, კარგი მეგობარი და ასე შემდეგ. მგონი უკვე გავიგეთ განსხვავება რაში არის, ანუ როდესაც ფოტოს აქვს ყოველდღიური ინტენსიური განმეორებადი ხასიათი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს, ეს უკვე არის შფოთვითი აშლილობების კატეგორიაში, რომელიც თავის მხრივ სხვათა შორის კიდევ მოიცავს რამდენიმე სახეობას. ბარემ რომ ჩამოვთვალოთ, პირველი კატეგორია ეს არის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, რომელიც განზოგადებულია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ადამიანს მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით კი არ აქვს ეს შფოთვა, არამედ რამდენიმე, ან შეიძლება საბოლოოდ ყველაფრის მიმართ, რაც ოდნავ მაინც საფრთხის შემცველია, ჰქონდეს ასეთი შფოთვები. მეორე ეს გახლავთ პანიკური შეტევები, რომლებიც თავის მხრივ ბადებენ შიშს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს. მოგეხსენებათ პანიკური შეტევის სიმპტომები, ეს გახლავთ უეცარი განგაშის სიგნალი, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ოფლიანობა, კანკალი, ზოგს შეიძლება ჰქონდეს დახრჩობის შეგრძნებაც და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, ადამიანები ძალიან ხშირად აი ამ პანიკურ შეტევას ერთი შეხედვით ვერაფერს უკავშირებენ. მესამე განხრა გახლავთ სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელიც უკავშირდება აი ამდაგვარი ოფლის დასხმის, თავბრუსხვევის, გულისრევის, დახრჩობის, გაწითლების სიმპტომებს, როდესაც ადამიანი ექცევა ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ჩემთვის მოუწერიათ მოზარდებს, რომ მისწავლია გაკვეთილი, ვიცი ძალიან კარგად, მაგრამ დაფასთან ვერ გავდივარ, რომ მოყვე, იმიტომ რომ არ ვიცი რა მემართება. ან შეიძლება ოჯახში სუფრასთან იჯდე, ჩვეულებრივი ნაცნობი გარემოა, ხო, თითქოს უსაფრთხო, ხო, მაგრამ რაღაც კითხვა დაგისვან და აი აწითლდე, ცუდად გახდე, უხერხულად იგრძნო თავი და ეს ძალიან შემაწუხებელია. ასევე შეიძლება სამსახურში თანამშრომლებთან სიტყვით გამოსვლისას და ასე შემდეგ, მოკლედ გარკვეულ სოციალურ ჯგუფში, როდესაც ადამიანს ეწყება ეს შფოთვა, ესეც არის აშლილობის გამომხატველი და ამ კურნალობის გარეშე ადამიანები ძალიან ბევრი წელი იტანჯებიან ხოლმე ამ მდგომარეობით, უჭირთ მეგობრების გაჩენა, მათი ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბლა იწევს და იძულებულები არიან, რომ რაღაცა იზოლაციაში მოიქციონ საკუთარი თავი. მეოთხე ადგილს იკავებს ფობიები. ფობია შეიძლება მრავალნაირი იყოს, ეს უკავშირდება კონკრეტული სიტუაციის ან ნივთის მიმართ შიშს ან ზიზღს, როგორც არის შეიძლება იყოს, რა ვიცი, ხვლიკი, ძაღლი, ფრენა, ნახრეტებიც კი და 1000-ნაირი ფობია არსებობს და ამ დროს ადამიანი თავის გონებაში ატრიალებს ყველაზე საშინელ სცენარებს, რომლის რეჟისორიც, მთავარი მოქმედი პირიც, პროდიუსერიც და ყველაფერიც თვითონ არის თავად. და მეხუთე ესეთი მნიშვნელოვანი აღსანიშნავი წევრი ამ შფოთვითი აშლილობების ოჯახისა გახლავთ პატივცემული ოკა, რომლის შესახებაც ცალკე ვიდეო ჩავწერე, იმიტომ რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებდა და თუ არ ვცდები კლასიფიკაციითაც უკვე ცალკე განიხილება, არ ვიცი ეს ზუსტად გადაამოწმეთ. მაშასე გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. რა არის გამოსავალი? მეგობრებო, ბევრ ვიდეოში ან მე კომენტარებში მიწევს ხოლმე მის განმარტება, რომ ვიდეოს ყურებით ან ერთი კომენტარის წაკითხვით სამწუხაროდ ძალიან მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ არ ხდება ასეთი სიტუაციების გამოსწორება, მით უმეტეს განკურნება ძალიან ბევრი აშლილობისა არ ხდება, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია ამისი მართვა და მართვის სწავლა ხდება პროცესში,
ანუ უცებ რაღაც ინსტრუქციას მიიღებ და იმ წამიდან ყველაფერი იცვლება, ასე არ ხდება. ამას სჭირდება ფსიქოთერაპია, რომელიც არის კონკრეტულად თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული და სპეციალისტთან ერთად ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში ამუშავებთ ისეთნაირად, რომ უკვე სწავლობთ აი ამ მდგომარეობის მართვას, ისე რომ საბოლოოდ შეიძლება ეს სიმპტომატიკა აბსოლუტურად აღმოიფხვრას და გაქრეს, ხო? თუ მაინც და მაინც ვისაუბრებთ კონკრეტულ რჩევებზე, შემიძლია გითხრათ, რომ მიმღებლობას აღიარებას აქვს მართლა ჯადოსნური ძალა. ასევე უშუალოდ შეტევის დროს არაჩვეულებრივია სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებზეც შემიძლია მოთხოვნის შემთხვევაში ცალკე ვიდეო ჩავწერო და პრაქტიკულად გაჩვენოთ, როგორ უნდა განახორციელოთ. გადასარევია ასევე კუნთების დაჭიმვისა და რელაქსაციის ტექნიკა, რომელიც ასევე დეტალურად უნდა აიხსნას, თუმცა ინტერნეტში თქვენითაც შეგიძლიათ ამის მოძიება. არაჩვეულებრივია 5-4-3-2-1-ის ტექნიკა, რომელიც შეტევის დროს გულისხმობს ყურადღების გადატანას და კონცენტრირებას საკუთარ იმ შეგრძნებებზე, რომლის კონტროლიც გვაქვს, მაგალითად 5 რამ, რასაც ხედავ, უნდა ჩამოთვალო, 4 რამ, რასაც შეგიძლია რომ შეეხო ხელით, 3 რამ, რომლის ხმაც გესმის ორგანიზმის შიგნიდან თუ გარედან, 2 რამ, რასაც შეგიძლია რომ დაყნოსო და 1 რამ, რასაც შეგიძლია რომ გემო გაუსინჯო. არაჩვეულებრივი ტექნიკაა და რა თქმა უნდა ზოგადად ცხოვრების წესის გაუმჯობესება, ჯანსაღი ყვება, ძილი საკმარისი და სტრესი ნაკლები. იმ ადამიანების მოშორება თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც იწვევენ თქვენს გაღიზიანებას, ხო? და ხარდამჭერი, წარმატებული, ჯანსაღი და კეთილი ადამიანების შემოკრება თქვენს ირგვლივ. არაჩვეულებრივი შედეგები აქვს, რა თქმა უნდა, დღიურის წარმოებასაც, იმიტომ რომ ეს დაგროვილი ემოციები გადმოაქვს ფურცელზე. ფიზიკური ვარჯიში მაინც მე სულ აღნიშნავ ამას, რომ საუკეთესოა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. მრავალი მიზეზის გამო ამას აღარ ჩავუღრმავდები. იოგა, გონებას ისავსის პრაქტიკები, მედიტაციები ძალიან კარგ შედეგებს დებს. თანდათანობით თქვენ შეძლებთ რომ წარმოიდგინოთ ყველა ის საშინელი ვერსია, რაც გონებაში გიტრიალებთ, მაგრამ აქედან გამოსავალიც ყოველთვის იპოვოთ, ხო? და წინასწარ გათვალოთ, აი რა შემთხვევაში რა მოხდება. შემდეგ შეაფასოთ, რამდენად არის ალბათობა და რეალურობის პროცენტი, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდეს. და მიხვდებით, რამდენად აბსურდულია ამ ყველაფერზე ნერვიულობა და დროის კარგვა, ხო? თერაპიის პროცესი ზოგადად უფრო მეტია ვიდრე მკურნალობა. ამასობაში შეიძლება თქვენ გამოიმუშაოთ ისეთი უნარები და თვისებები, რომლებიც საერთოდ გიგონათ რომ არც გქონდათ. ზოგადად გახდეთ უფრო სტრესმედეგი, ანუ სტრესგამძლე და ისწავლოთ ის პრაქტიკული ხერხები, ხრიკები, უნარები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეხმარებათ იმაში, რომ საფრთხის შემცველი სიტუაციებიდან რაღაცნაირად გამოძვრეთ ან აირიდოთ, ხო? ან თქვენი უნარების მასშტაბი გაზარდოთ და გააფართოვოთ. სწორედ აი ამ შიშებთან და საფრთხესთან ნელ-ნელა gradual exposures, რასაც ეძახიან, თანდათანობითი მიჩვევა. და იმ შემთხვევაშიც თუ კი ვერ მოხდება საფრთხის საშიშროების არიდება, თქვენ უკეთ გაართმევთ თავს ამ სიტუაციას, ამ პრობლემას და ყოველ შემთხვევაში ეს არ დაგანგრევთ. და ბოლოს მე ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ფსიქოთერაპიის შემცვლელი არ არის არაფერი, მათ შორის არც ფსიქიატრის მიერ დანიშნული ანტიდეპრესანტები და ზოგადად გირჩევთ იმას, რომ იზრუნოთ საკუთარ პიროვნულ ზრდაზე, იმიტომ რომ სწორედ აი ამ შფოთვითი აშლილობებისკენ მიდრეკილნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, რისკ ფაქტორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყავდათ მაგალითად მკაცრი მშობლები და განიცდიდნენ ემოციურ უგულვებელყოფას ან დათრგუნვას, ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები, ზოგადად მგრძნობიარე, ესეთი სენსიტიური ბუნების ადამიანები, რომლებიც ღელავენ სხვებზე და ზრუნავენ, ასევე პერფექციონისტები და ასე შემდეგ. ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გახსოვდეთ, რომ ცხოვრებას ნამდვილად შეუძლია იყოს მშვენიერი.